საჩხერის მუნიციპალიტეტ სოფელ სხვითორში მდებარეობს აკაკი წერეთლის სახლ-მუზეუმი, ქართული კულტურის მემკვიდრეობის ერთ-ერთი გამორჩეული კერა. ეს ადგილი უკავშირდება დიდი ქართველი პოეტის, საზოგადო მოღვაწისა და ეროვნული იდეალების ერთგული დამცველის, აკაკი წერეთლის ცხოვრებასა და შემოქმედებას, რომელიც მე-19 საუკუნეში მოღვაწეობდა. სხვითორში აკაკიმ ბავშვობის წლები გაატარა, სწორედ აქ ყალიბდებოდა მისი ხასიათი, ხედვები და ის სიყვარული ხალხისა და სამშობლოს მიმართ, რაც შემდგომ მის შემოქმედებაშიც აისახა. აკაკი წერეთელი თავისი ნაწარმოებებით ხალხში აღვივებდა თავისუფლებისკენ სწრაფობას, სულიერ ერთიანობასა და განათლების მნიშვნელობას. მისი სიტყვა მხოლოდ ლიტერატურა არ ყოფილა, იგი იყო ეროვნული ცნობიერების გამაღვიძებელი ძაღლი. სახლ-მუზეუმი დღემდე ინარჩუნებს იმდროინდელი ეპოქის სურნელს. აქ დაცულია მწერლის პირადი ნივთები, ავეჯი და წიგნები, რაც გვაძლევს შესაძლებლობას წარმოვიდგინოთ მისი ყოველდღიური ცხოვრება და შემოქმედებითი გარემო. აკაკი წერეთლის სახლ-მუზეუმი არა მხოლოდ ისტორიული ადგილი, არამედ ეროვნული მემკვიდრეობის მნიშვნელოვანი ნაწილია. იგი გვახსენებს ჩვენი წარსულის დიდ ადამიანებს და გვაძლევს მოტივაციას, რომ ჩვენც ვიზრუნოთ ჩვენი ქვეყნის მომავალზე. ასეთი ადგილების დაცვა და პატივისცემა მნიშვნელოვანია, რადგან ისინი გვაკავშირებს ჩვენს ისტორიასთან და გვაძლევს საშუალებას უკეთ გავიგოთ, ვინ ვართ და საიდან მოვდივართ. აკაკი წერეთლის სახლ-მუზეუმი არის მე-19 საუკუნის იმერული სათავადო არქიტექტურის უნიკალური ნიმუში, რომელიც აერთიანებს ტრადიციულ ხის ოდა სტილსა და ევროპულ ელემენტებს. აშენებულია ძირითადად ხისგან, ერთდროულად წარმოადგენს საცხოვრებელ და სამუზეუმო სივრცეს, ჰარმონიულად ერწყმის ბუნებრივ გარემოს და ინარჩუნებს მნიშვნელოვან ისტორიულ ღირებულებას, როგორც აკაკი წერეთლის ცხოვრებისა და ეპოქის ამსახველი. სხვითორში აკაკი წერეთლის მუზეუმს ახალი ექსპონატი აკაკის ჭადრაკი შეემატა. აკაკი წერეთელს ძალიან უყვარდა ჭადრაკი და საფრანგეთში ყოფნისას ხშირად თამაშობდა გრიგოლ გველისიანის ოჯახში. წლების შემდეგ გუგულის არიშვილმა ეს ჭადრაკი იპოვა აუქციონზე, შეისყიდა და მუზეუმს გადასცა. აკაკი წერეთლის მამის, როსტომ წერეთლის მიერ სოფელ სხვითორში 1834 წელს ბერძენი ოსტატების ხელით აგებული სასახლე მსოფლიოში უნიკალურია ჭადრაკისადმი სიყვარულის გამოხატულების მხრივ. სასახლის ხუთივე საბუხრის თავზე ქვისგან გამოთვლილი უზარმაზარი ჭადრაკის ფიგურები დგას. სასახლესთან ახლოს აკაკის დედას, ეკატერინე აბაშიძეს საუცხოო ბაღი ჰქონდა გაშენებული. საჩხერეში არსებობს აკაკი წერეთლის სახელობის ნომერ პირველი საჯარო სკოლა. სკოლაში განვახორციელეთ პროექტი და აკაკის დედის ბაღის მსგავსად გავაშენეთ ბაღი უნიკალური მცენარეებით. ასევე მოვაწყვეთ სივრცე ეზოს ჭადრაკისთვის, აკაკისა და მისი მამის, როსტომ წერეთლის ჭადრაკისადმი სიყვარულის უკვდავ საყოფად. სხვითორში ასევე მდებარეობს აკაკი წერეთლის სახლ-მუზეუმის საგამოფენო დარბაზი. ის ინახავს მნიშვნელოვან ექსპონატებს, რომელიც გვაცნობს როგორც კუთხის ისტორიას, ისე აკაკი წერეთლის ცხოვრებას. აქ წარმოდგენილია მისი აკვანი, ბიუსტი, პირადი ნივთები და ხელნაწერები, ასევე ძველი საყოფაცხოვრებო ნივთები და სხვითორის მაკეტი. მუზეუმი გვაძლევს შესაძლებლობას უკეთ გავიცნოთ ჩვენი კულტურული მემკვიდრეობა.